სამეფო სასახლიდან 32 კილომეტრი მეფე ვახტანგ გორგასალმა მცირე ამალასთან ერთად გაიარა. ახალი ქალაქისათვის ტერიტორია მტკვრის ხეობაში შეირჩა. თებით გარშემორტყმული მასივი ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენდა, რომელიც გარეშე მტრისათვის ბუნებრივ ფარად იყო აღმართული. გოგირდის წყლებით განთქმული ადგილი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი უნდა გამხდარიყო. მეფემ ქალაქის პროექტი მოიწონა. ვახტანგ გორგასალი თვლიდა, რომ მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა ქვეყნისთვის სულიერ და რელიგიურ ცენტრად დარჩებოდა, ხოლო ახალი ქალაქი პოლიტიკურ ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელი გახდებოდა. პოლიტიკისა და რელიგიის გამიჯვნა მეფის აზრით ქვეყნისთვის მხოლოდ დადებითი შედეგების მომდანი იქნებოდა. რომაელი მოგზაურის კასტორიუსის ცნობით, თბილისი მე-5 საუკუნემდე რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ყოფილა. სპარსული გარნიზონების დამარცხების შემდეგ სტრატეგიული ადგილები და ციხენი გორგასლის ჯარს ეკავა. საქარავნე გზა, რომელიც თბილისის მიდამოებში გადიოდა, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური დასაყრდენი უნდა გამხდარიყო. მეფე ახალი ქალაქის განვითარების გეგმას დიდებულებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა. ვაჭრობა გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვა კულტურებთან თანაზიარების იდეალურ საშუალებას წარმოადგენდა. ამრიგად, თბილისის დაარსება არა ლეგენდის, არამედ მაღალი პოლიტიკური კულტურისა და პრაგმატული აზროვნების შედეგი იყო. მეფეს აშენებული ქალაქი არ უნახავს. 502 წელს ვახტანგ გორგასალი 60 წლის ასაკში ბრძოლის ველზე დაიღუპა. ახალი ქალაქის მშენებლობა მისმა ვაჟმა დაჩიმ დაასრულა. გოგირდოვანი წყაროების ადგილას აბანოები აიგო, რომელსაც ანტიკური ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილი ამშვენებდა. მე-6 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ გორგასლის ანდერძის თანახმად თბილისი ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ცენტრად და დედაქალაქად გამოცხადდა. დაჩის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ვითარება დაიწყება. ვახტანგ გორგასლის თბილისის განვითარების გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. ქალაქის პოლიტიკურ განვითარებას საბოლოოდ ხელი არაბთა სამსაუკუნოვანმა მმართველობამ შეუშალა.
მე-11 საუკუნის თბილისს არაბული გავლენა ეტყობა. ანტიკური სტილი აზიურმა შეცვალა. 80-იან წლებში ქალაქში არაბთა მმართველობა შესუსტდა. გადაშენდა ჯაფარიან ამირას დინასტია. სწორედ ამ პერიოდში დედაქალაქში ქართველ ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება თვითმმართველობა ჩამოყალიბდა. მას სათავეში თბილელი ბერები ჩაუდგნენ, რომლებსაც მოქალაქეთა ზედა ფენებიდან ირჩევდნენ. უხუცესთა საქალაქო კრებულს მაშინ თბილისის კეთილშობილთა ჯგუფსაც უწოდებდნენ. თბილელი ბერები რიგრიგობით თითოთვე მართავდნენ ქალაქს. მათ ქალაქის თავები ეწოდებოდათ. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დედაქალაქის თვითმმართველობა სრულიად დამოუკიდებელი იყო. მათ ებარათ ქალაქის კლიტენი და ემორჩილებოდნენ ციხენი ქალაქისანი. წყვეტდნენ ომის გამოცხადებას თუ ზავის დადების საქმეს. აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის. აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას. თვითმმართველობის ორგანო ქალაქის უზენაეს ხელისუფლებად ჩამოყალიბდა. საქალაქო კრებული აქტიურად იყო ჩართული ქალაქის განაშენიანების საქმეშიც. მართვის სისტემაში თვითმმართველობის იდეამ თავისი პროგრესულობით გამორჩეული ადგილი დაიკავა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების არსებობის ადრეულ ნიშნებზე მიუთითებს. თბილელი ბერები 40 წელი მართავდნენ ქალაქს, თუმცა თვითმმართველობის იდეამ საქართველოში შემდგომი განვითარება ვერ ჰპოვა. 1022 წელს ქალაქის მმართველმა ჯგუფმა დავით აღმაშენებელს სრული მორჩილება გამოუცხადა. მეფის ჯარმა ქალაქი არაბთა სამსაუკუნოვანი ბატონობიდან გაათავისუფლა. ქალაქის კარიბჭესთან შეეგებნენ მეფეს. თბილელმა ბერებმა ქალაქის კლიტენი მორჩილებითა და პატივისცემით გადასცეს დავითს. თბილისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა. ქალაქში ქართველი მეფის ხელისუფლება დამყარდა.
1801 წელს რუსული მმართველობის დამყარების შემდგომ თბილისში საქალაქო პოლიციის გამგეობა შეიქმნა, რომელსაც სათავეში პოლიცმეისტერი ედგა. გამგეობა ახლანდელი საკრებულოს შენობის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, რომელსაც მოგვიანებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მმართველობის ამ ფორმამ თბილისში არ გაამართლა. $1840 წელს 6 ხმოსნის შემადგენლობით სამოქალაქო მმართველობა ყალიბდება. პირველი ქალაქის თავი ივანე იზმიროვი იყო. მმართველობის წევრებს უფლებები შეზღუდული ჰქონდათ. მათ თითოეული ნაბიჯი რუსეთის მეფის ნაცვალთან უნდა შეეთანხმებინათ. მიუხედავად ამისა, ამ ტიპის ორგანოს ჩამოყალიბება საუკუნეების შემდეგ თბილისში თვითმმართველობის აღდგენის პირველი მცდელობა იყო. $1870 წელი საქალაქო დებულების თანახმად, რომელიც ქალაქებში თვითმმართველობას აწესებდა, ახალი ერის დასაწყისი გახდა. ვინაიდან იგი ადგილობრივი მმართველობის ისეთ ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც არჩევით პრინციპებს ემყარებოდა. არჩევნებში მონაწილეობას მოსახლეობის სხვადასხვა ფენები იღებდნენ. იქმნებოდა პროგრესული საზოგადოებრივი ძალების სამოქმედო ასპარეზი. დებულების თანახმად, არჩევნებში ყურადღება მიექცა ამ მომრჩეველთა არა სოციალურ წარმოშობას, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩამოყალიბდა 3 საარჩევნო კრება: მსხვილი, საშუალო და წვრილი გადამხდელები. ქონებრივი ცენზის მიხედვით თბილისში ხმის უფლება 4494 მოქალაქემ მიიღო, რომელიც მაშინ დედაქალაქის მოსახლეობის სულ 5%-ს შეადგენდა. ქალაქის ღარიბი მოსახლეობა ხმის უფლებას მოკლებული იყო. ამომრჩევლები საკანონმდებლო ფუნქციით აღჭურვილ 72 კაციან საქალაქო სათათბიროს ირჩევდნენ. ყველა ორგანო და ქალაქის თავი 4 წლის ვადით ირჩეოდა. თბილისში საარჩევნო უბნების გაჩნდა. არჩევნები წარმოებდა ფარულად. ამომრჩევლები კი მეკენჯეებად მოიხსენიებოდნენ. ამის შემდეგ ხმებს სპეციალური კომისია ითვლიდა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება დიდ პატივად ითვლებოდა. საქალაქო რეფორმის გატარების შემდეგ ქალაქის თავი, თავადი იასონ თუმანოვი, ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვეში გადადგა. 1875 წლის 14 დეკემბრიდან იგი ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა შეცვალა. დიმიტრი ყიფიანი დედაქალაქის მმართველობის პროცესში ენერგიულად ჩაერთო. მოწესრიგდა ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.
ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქის ისტორიულ უბნებს. სხვა მოღვაწეებთან ერთად დააფუძნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძინებას. მისი თაოსნობით გამოცხადდა კონკურსი სათათბირო სახლის პროექტის გამოსავლენად. 1884 წელს სამუშაოები დასრულდა. სხდომათა დარბაზი ქართული ნაციონალური არქიტექტურის სტილში ააგეს. 19 საუკუნის ბოლოს თბილისის თვითმმართველობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. გაიხსნა სატელეფონო სადგური, ამოქმედდა ბათუმი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა. დედაქალაქის ქუჩებში ელექტროგანათების ქსელი დამონტაჟდა. მალე თბილისში ვიწრო ლიანდაგიანი ტრამვაი გამოჩნდა. ქალაქის იერსახე სწრაფად იცვლებოდა. $1905 წელი. დედაქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგანგებო სხდომა გაიმართა. ბურჟუაზიულ დემოკრატიულ რევოლუციას, რომელმაც რუსეთის იმპერიაში იფეთქა, საქართველოში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. გაფიცვები საყოველთაო გახდა. პროტესტით განწყობილ მოსახლეობას დედაქალაქის ინტელიგენციაც შეუერთდა. საკრებულოს ხმოსნები ცარიზმისგან დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ. ამასთან ერთად მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქალაქის სხვადასხვა მოედნებზე შეკრებილ მომიტინგეებს პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა. სათათბიროს წევრებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს. რუსული იმპერიის სამართალდამცავები მალე სხდომათა დარბაზშიც გამოჩნდნენ. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, დედაქალაქის საკრებულომ ძალების აღდგენა მალევე შეძლო. საუკუნის დასაწყისში ქალაქისთვის საჭირო პროექტების განხორციელება არ შეწყვეტილა. ამუშავდა თბილისის ფუნიკულიორი. დასრულდა ქაშვეთის ტაძრის მშენებლობა. თვითმმართველობის მოწვევით დედაქალაქში ცნობილი ფოტოხელოვანი პროკუდინ გორსკი ჩამოვიდა, რომელიც იმპერატორის ბრძანებით სხვადასხვა რეგიონებს ფირზე ასახავდა.
სწორედ მისი წყალობით არსებობს ერთი საუკუნის წინანდელი თბილისის ფერადი ფოტოები. იმავე პერიოდში ქალაქის თვითმმართველობამ დადებითად გადაწყვიტა პირველი ქართული უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც 1918 წელს დამოუკიდებელ საქართველოში საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტისკენ მიმავალ ხალხს წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე მიუძღოდა. –1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისის თვითმმართველობა სახელმწიფო წყობილების მართვის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1919 წლის 17 თებერვალს ახლად არჩეული სათათბიროს პირველი სხდომა გაიმართა. –1921 წლის 24 თებერვალს თბილისში წითელი არმია შემოვიდა. დედაქალაქის თავზე საბჭოთა დროშა აფრიალდა. დემოკრატიული გზით არჩეული მმართველობა 70 წლიანმა წითელმა ტერორმა იმსხვერპლა. დღეს თბილის თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე არჩეული მერი და წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო მართავს. ეს არის დედაქალაქის 15 საუკუნოვანი ისტორია, რომელიც თვითმმართველობის 1000 წელს ითვლის.